შეგვიძლია ვთქვათ კონკრეტულად ანუ რამე ხორციელება გადავხედოთ, უფრო მრავალფეროვანი გახსოვთ, უფრო რეალურად იმპლემენტაცია ეს განხორციელდეს. Raza adre როგორც ვიცი რაც გარკვეული იურიდიული პრობლემები იყო, თუმცა დღეს მეგონი ამის მithumetes თუ შევიცვალეთ ფორმა და აი გავხდით, ანუ ალბათ ეს კიდევ უფრო გაამართლებს გარკვეულწილად ამას. იმედი მაქვს რომ მოახერხეთ ამას ამის იმედს. ანუ ეს მიდგომები სწორედაც ეს გურუ ესე ვთქვათ შეგირდი, აი ეს მიდგომა შეიძლება ერთი მხრივ საინტერესოა და ვთქვათ, მაგრამ მეორე მხრიდან შევხედოთ და გარკვეულ ფორმებში შეიძლება ალბათ შევიცვალოთ. Interdisciplinarova experiment. Metoda გადავხსენ ხო? Experimenti ხო ერთმანეთს არ გამოდის. უბრალოდ ხო. არც რამოდენად ექსპერიმენტულია ეს, მაგრამ ადამიანს უკვე დიდი ხანი ალბათ კი არა. ადამიანს კი არა აინტერესებს. შემოქმედი ყოველთვის არის ის, ვინც ყველაფერში და არა მხოლოდ შემოქმედებაში ეძიებს შემოქმედებას. გულისხმობ, ყველა მის გარშემო არსებული მთელი რეალობა ხელოვანისთვის გარდაიტეხება ხოლმე პრიზმაში, რომ პრიზმაში თუ რა შეიძლება გაკეთდეს მისი შემოქმედებით. ამიტომ არის ტექნოლოგიური განვითარება, გარკვეულწილად ასევე თანხლები კი არა, ხანდახან კატალიზატორი მუსიკალური განვითარება, მუსიკალურობა. ამ თვალსაზრისით უბრალოდ გაუმართლებელია როგორც ხელოვანისთვის, ისე საზოგადოებისთვის მუსიკას უსმენს ჩარჩენა იმ მუზეალურ ეპოქაში, რომელიც სტილისტურად მის გულთან დაფერმირდეს და მის კულტას მენას იმდენად სიამოვნებს, რომ სხვაგანაც სხვაობს. მე რომ ბახის სვენა უნდა შევწყვიტოთ, ან ბრაუნსის, ან ვაგნერის თუნდაც, მაგრამ თუ არ დავინტერესდით იმით, რატომ წერენ გერმანელი კომპოზიტორები იმ მუსიკას, რომელიც ესეთი არ არსაა მონოპოლისტის, ან რატო არის ესეთი აგრესიული, ან რატო არის ესეთი ინტენსიური რომელიმე ასპექტი ამ მუსიკას, რომ ამ მუსიკასა როცა სხვა ასპექტი ყოველად ნიველირებულია, სულად ნულოვან დონეზეა, მაშინ როცა ძველ მუსიკაში, კლასიკურ მუსიკაში ყველაფერი გაწონასწორებული გვეჩვენება. აი ამ დროს, როცა თუ ამ კითხვას დაუსვას თავის დროს, მე დაინტერესდება კიდევაც. და ამ დროს არც გაახსენდება, არც მოფიქრება თავის დროს კითხავს რატო დადეს ეს მანქანი, ან რატო საერთოდ კომუნიკაციით და არა ტრენდებით. ტრენდებით არ არის ამის თავისი იმედი. ან და დაინახავს, რომ დღევანდელი ხელოვნების დაინტერესება და დღევანდელი ხელოვნების ცდომა ისეთივე აქტუალური და საჭიროა, როგორც დღევანდელი ტექნოლოგიური მიღწევების სარგებლობა. მეგონი სულიერ საზრდოს ისევე ჭირდება. სულიერ საზრდოს ისევე თანამედროვე უნდა იყოს, როგორც კომფორტი. ექსპერიმენტი ჩვენ შემთხვევაში არ გამოდიოდეს სტუდენტისგან, რომელიც ექსპერიმენტის გაკეთება უნდა, ან არა უნდა მოვიდეს ვიღაცა, ვინც მოიტანს რაღაც ექსპერიმენტული იდეას, რომელიც უნდა რომ ასწავლოს სტუდენტებს. სტუდენტების შემთხვევაში მე აბსოლუტურად გახსნებოდი, როდესაც მოვიდა რაღაც იდეა, რომ აკადემიის ამინის გავაკეთებ ჩვენ სერვერში, რომ ამენეწონა რაღაც ექსპერიმენტული იდეები და რაღაც ქუჩის შემოტანა ეზოში, მაგრამ სადაც ექსპერიმენტული იდეას გააჩნია ვინ არის ამით ეს ავტორი, მოდის ვიღაცა და უნდა რაღაც ექსპერიმენტული ასწავლოს აკადემიაში. ამიტომ მე კიდე ექსპერიმენტი იყოს, თქო მე რომ მოვიფიქრებ რაღაცას ჩვენ ადმინისტრაცია მოვიფიქრებ, რომ მოდი რატომ არ იმასახო. რა თქმა უნდა, იცი ყველანაირად არის იქნება ექსპერიმენტული იდეა, რომელიც ბოლონის პროცესში ჩავდება. კრედიტს ვიღაცა მიიღებს ამას და იქნება რომელიც არა. მაგრამ თავისთავად ცირა როდესაც მოვა ვიღაცა თქვა ძალიან საინტერესო არის რომ მოვიდეს ჩემთან მითხრა აქვს ძალიან ისეთი ინოვაციური იდეა უნდა გააკეთოს. იცი რა მე ვფიქრობ ექსპერიმენტულმა იდეამ თვითონ ასე ვთქვათ გააკეთოს თავისთავად და გააკეთოს რეგულირებას სტუდენტების იმედს სტუდენტი უნდა დაინტერესდეს ჩემ ექსპერიმენტულ იდეაში და მოვიდეს და ამიტომ და არ უნდა იყოს ეს ექსპერიმენტული იდეა თუ არ ჯდება ბოლოვის პროცესის სისტემაში და ტრენდის ვერმეზე, მაშინ იდეა უნდა იყოს იმდენად საინტერესო, რომ სტუდენტს მაინც უღებს. იმაში მონაწილეობს მე
რა ვიცი, ნაწილობრივ ერთ-ერთი კითხვა ჩემი იყო იმაზე, რომ თანამშრომლობა ან თქვენ ისაუბრეთ ამაზე, მე ვფიქრობ, საინტერესოა დარბაზული იქნება კითხვები. მე შეიძლება კითხვა მექნება სამივე ხელმძღვანელთან და ზოგადად საზოგადოებასთან, რომლებიც მაშინ ვფიქრობდი მაგ კითხვაზე, თუ გაეცემოდა პასუხი. თავისუფალი სახელოსნო, რომელიც არსებობდა უკანასკნელ ნახევარწლამდე, და აღარ არის აკადემია. მაშინ განიხილებოდა თომარ შეიძლება დაარსებულიყო მსგავს თავისუფალი სახელოსნოები კონსერვატორიაშიც და თეატრის უნივერსიტეტში. თქვენ რას ფიქრობთ? რა დათმობა შეიძლება ქონდეს? შეიძლება თუ არა არსებობდეს. ეს იყო სივრცე, სადაც შეიძლება მოეწვიოს სოციოლოგი, შეიძლება მოეწვიოს ფსიქოანალიტიკოსი, იმიტომ რომ თანამედროვე ხელოვანი ხალხს მე მიხარია რა. თქვენ სამივე ხართ უკვე ცოტა ბანალური ფრაზა თანამედროვედ მოაზროვნე. ანუ ცერკო კოპულაციის აკადემიური მხატვრობა. იგივე მოცარტის დახვეწილი რაფინირებული ხელოვნება ეს არ არის აქტუალური მიუხედავად იმისა, რომ ის უნდა ვიცოდე. ეგ არის ფაქტი. ეგ არის გამოცდილება, სხვა თუ არა, მაგრამ ხომ არა გამართლებული, ჩემი აზრით პირადად გამართლებულია თავისუფალი სახელოსნო, თავისი კონკრეტული დატვირთვა. შეიძლება ფსიქოანალიტიკოსისგან მიღებული იმპულსით გააკეთოს მუსიკოსმაც, თეატრალმაც და ხელოვნების ყველა დადიარი ძალიან სენსუალური. იმას ყველანაირი იმპულსი უნდა, ყველანაირი იმპულსი არის დირებული და რაღაცა დირებულს ქმნის. მე მგონი რომ ეს რაღაცნაირად საგანმანათლებლო დონეზე უნდა იქნას დაშვებული და თავისუფალი სახელოსნო თუ არა კრედიტები იმპულსს მაინც მიიღებს ყოველი სტუდენტი, ვინც მასა გაერთიანება. მე მგონი რომ აქტუალურია. თან ერთად მარტო კოდში ძალიან ისეთი დამაფიქრებელი რაღაც იყო. ვირთვი იყო სამხატვრო აკადემიიდან მხატვრები, რატომაც მეამბოხებენა მხატვრები არიან. თეატრალურში განიხილებოდა და რამდენიმე კაცი ამოდიოდა ხოლმე სასაუბროდ და კონსერვატორია ცალკე. ეს ომონჯიე რაღაც ეგეთი ჯაზიც კი არის მომათვის, მაგრამ სანამ ჯაზმენი არ მოვიდა რეკორდს. არც არა, მართლა იცით რა, ეს განწყობა 3 წლის ყველა აკადემიაში ნამყოფია, ვერ გაიგებდი ჯაზის გასახს. როგორია ლაპარაკზე? და თეორიაზე ვსაუბრობ. ნაწილობრივ მე მინდა რა კომენტარებს გავაკეთო, რა თქმა უნდა, რეტყვევები პასუხები. მე ვფიქრობ, თქვენაც იკითხეთ, რომ მე ამბობთ სიტყვას და თავისუფალ სახელოსნოს სამწუხაროდ მე ვიყავი ამ დროს აკადემიაში, ეხლაც მუშაობ, იმიტომ იყო თავისუფალი სახელოსნო, დანარჩენი აკადემია არ იყო თავისუფალი. ანუ რაღაცა სხვა პროცესები იყო ჩემი აზრით და მე ვფიქრობ, ეხლა ზუსტად ის დრო დადგა, რომ თეატრ შეიძლება იყოს მთელი ეს სასწავლებლები თავისუფალი. ეს სფერო კი არ არის მუსიკა დაանդიქანი კაცდა იმ ფარგლებს რომელშიც მუსიკის ცნება შეიძლება ჩვეულებრივი ჩვენებისთვის მოიაზრება ასე არის მაგრამ მუსიკის პარამეტრულობა კიდევ ძალიან კარგი თვისება შესაძლოა იქნება ნებისმიერი ინფორმაცია, ნებისმიერი აღწერილობა იქნება ეს ვიზუალური სიტყვიერი თუ როგორც გინებავთ გადაითარგმნოს მუსიკის ამა თუ ატრიბუტის თუ პარამეტრის სიდიდეებში და კომპოზიტორების მთელი რიგი შემიძლია ჩამოგიყოლოს ჩემი ჩათვლით, რომელიც დაინტერესებულა ამითი და რომელსაც სწორედ ექსტრა მუსიკალური რა ქვია, მუსიკის მიღმიერ სამყაროში იმდენი უძებნია და უპოვია რაც თავარია მუსიკალური იდეები. აი პირდაპირ ესე შეიძლება ფურცელი გადმოიწერო, რომ ხანდახან შეიძლება საშიშიც კი აღმოჩნდეს ამითი გადაცემა, იმიტომ რომ ერთის მხრივ უწყოთ შოვდები აი რაღაც ყოველდღე ემოციურ საწყის მუსიკაში პრიმარული ხო პირველადია შეიძლება. თუმცა შემოქმედება სწორედ ემოციური და რაციონალური საწყისის ბალანსს გულისხმობს. შეიძლება ერთმა მეორე გადაწყვეტოს რაღაცას, მაგრამ ეს ინტერდისციპლინარულობა თვითონ ამ სამი სახელმწიფო სასწავლებლისა იმითიც არის საინტერესო, რომ ჩვენი სტუდენტები მე მგონი ბევრი დიდი ხანია და ბევრი მეტად მეგობრობენ და ინტერაქციაში არიან, ვიდრე ჩვენ ეს წარმოვიდგენია დღეს, ამ სიტყვას ლაპარაკობთ, თურმე ჩემი სტუდენტები და კონსერვატორიელები, ან ჩემი ილიეს სტუდენტები და კონსერვატორიელები და აკადემიელები და ასე შემდეგ. მან ვერ წავუვათ იმას, რომ რაღაცები ძალიან სპონტანურ და ხანდახან შეიძლება
მიამტო დონეზე მოხდეს ხოლმე სტუდენტებს შორის. მაგრამ ისეთი რამებიც არ არის გამორიცხული კი არა, ძალიან ხშირი და ძალიან ბევრი პოტენციალი იმაში, რომ სტუდენტების ყოველად მომზადებელმა და დაუპროექტებელმა და არაპროდუცირებულმა, არამედ ყოველად სპონტანურმა ექსპერიმენტებმა ძალიან ბევრი რამე მოგწევთ ჩვენ მასწავლებლებს. ერთი შამბერგის ციტატა ბარე მოვიშველიოთ, ეს წიგნი ჩემი მოწაფეებისგან ვისწავლეოთ, ესე იწყება წინასწრაფო მისი ჰარმონიის სახელმწიფოების. და მართალაც არის თვითონ ეს კომპოზიტორი იყო ავტოდიდაქტი და თავის ასევე გენიალურობით მოწაფის საინტერესო თვითონ იყო შექმნა სისტემა, რომელთაც მუსიკა ათწლეულების მანძილზე საზრდოობდა. მის მერე და ეპიგონები ესაც ხავს. არც თუ კარგი, მაგრამ ესაც ძალიან მნიშვნელოვანი სისტემაა გარკვეულაზე. ვამბობ იმას, რომ სწორედ ეს გურუს და შეგირდის და რაღაცა ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ეს აუცილებელი არ არის ცოდნის გადაცემის დონეზე. ასე რომ შეიძლება ჩემთვის ვიღაცა იყოს ყოველდღე მიუწვდომელი და აღტოვანების და თითქმის გამართების ღირსი მაგალითი, მაგრამ ეს მაგალითი კიდევ უფრო დასრულებს თავის სამაგალითოობას, როცა ასევე ყურადღება მოეკიდება მისი თავისი მოწაფეების ნაცოდვილას და უცბად დაინახოს ისეთ რამეს, რაც თვითონ შეიძლება ვერ შეიმჩნია. ხალხაშორის აკადემიური მუსიკის კომპოზიტორები ძალიან დაინტერესებული და გატაცებულები არიან ხოლმე იმ ახალგაზრდა მუსიკოსთა ჩალენჯით, რომელსაც მუსიკალური ბექგრაუნდი საერთოდ არ აქვს, კლასიკურზე რო არ ვილაპარაკოთ, ნოტებიც არ იციან და არც ერთ ინსტრუმენტზე დაკვაც, უბრალოდ აღმოჩნდნენ კომპიუტერთან და დაიწყეს იმ ელექტრონიკით, ანუ ფიზიკური ფორმულებით და რაღაცებით მუსიკის კეთება, ან იმ საუნდებით, რომლებიც კომპიუტერში დახვდა. ესე იგი, რომელიც თავის კომპიუტერზე ლაპარაკის სურათია ამ შემთხვევაში და უცბად იქიდან წამოსული მუსიკალური იდეები თავისი შეიძლება პრიმიტიული მინიმალიზმით, მაგრამ მაინც რაღაც გარკვეული თანმიმდევრულობით შეიძლება საინტერესო აღმოჩენილი იყო რომელიმე აკადემიური კომპოზიტორისთვის, ისე რომ დღევანდელ ძალიან ბევრი აკადემიური მიმართულების კომპოზიტორზე ბევრი გავლენა შეიძლება ჰქონდეს რომელიმე DJ-ის ან რომელიმე ელექტრო პოპის განმავლობის. ისე კითხვები მე მაგერ შეკითხვა ცოტა ესეთი რამდენიმე რაღაცა მინდა რაც ჩავიწერე. სულ პირველი იყო რაც რეზუმთქვა რომ კარგი არის ბოლოს პროცესში მოდულურობისთვის ება რომელიც გვაძლევს საშუალებას რომ აი რაღაც სულელურად ერთ რაღაცაში არ ჩაიციკლოს ასე ვთქვათ ძალიან სპეციალიზაციაში სტუდენტი არამედ ცოტა რაღაც კომპლექსური. მე იყო რაც თქვა მოშლევალმა რომ არისო აი ვთქვათ ესეთი ვერტიკალური სტრუქტურები ხო სადაც არის აი ოსტატი და მისი ვაჩეკიდები და ამის საწინააღმდეგო თუ რაღაც მეორე პრინციპი იყო თანამშრომლობა აი რაღაც ერთობლივი შემოქმედების ხო თუ სწორედ გავიგებთ ხო მესამე რაზეც იყო გამათი იმაზე რომ აი მედიაცია და რამდენად უნდა ისწავლოთ თითოეული შემოქმედებები ხო აი რასაც ირინა ამბობდა რომ ფაქტიურად თითოეული შემოქმედი თავის რეალიზებას ასე ვთქვათ და თვითონ ის უნდა სწავლდეს და წარგინოს ну ხო ჩემთვის ეს ცოტა გავს ერთმანეთს დაახლოებით და იგი მგონია მე მაგრამ აი ესე აი ეხლა ეს ყველაფერი სამივეს ერთად რო შევხედოთ მეჩვენება რომ ეს გულისხმობს სხვა ტიპის ურთიერთობას სახელოვნებო სასწავლებლის შიგნით სადაც ჩვენ გვექნება ლაპარაკი პროექტები ხო რომლებიც იქნება შემოქმედებითი რომელიც იქნება თანაშემოქმედებითი რომელიც იქნება ამავე დროს კომპლექსური მოდულური ინტერდისციპლინარული როგორიც კიდე და პლუს კიდე მას ექნება შიგნითვე ჩაქსოვილი თავისი რეალიზების რაღაცა ელემენტი ხო თუ წარდგინების ეხლა ამას ყველაფერს ჭირდება
ფორმალური მხარე. ანუ როდესაც ამას აკეთებ უმაღლეს სასწავლებელში, მე სულ მაინტერესებს როგორია ამ დროს საათების განაწილება, როგორია ამ დროს შტატები, როგორია ამ დროს ხო, აბა საშინელება. საქმის ამის საშუალებას გადავიღო. ხო და აი ეგ მაინტერესებს. რომელიც ამ ფორმალობისგან განთავისუფლებს ამ ბოლონის საათები არ არის მნიშვნელოვანი. ბოლონის მნიშვნელოვანი იყო ეს ბოლონის ევროპისა რაღაცნაირად აიწყო იმ დინამიკის უსტები, რომელიც შექმნა ამერიკამ და ანგლო-საქსონურ განათლებისმეტყველებამ. ან თუ ევროპა ორიენტირებული იყო რაღაც გზაზე, ამ გზაზე ბოლონის მნიშვნელოვანი არის კომპეტენცია. აი როგორ მიხვალ კომპეტენციებს ეს question-ი აკადემიურ თავისუფლება. ან ის მე ეს დისკუსია მე ეს ახლა უსმენდი, იმიტომ რომ მე ძველი ბოლონიელი ვარ და ჩემთვის ბოლონის იმპლემენტაცია არა მარტო პოლიტიკურად არამედ აი თავისუფლების, აკადემიური თავისუფლებისთვის ამ მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად არის ძალიან მოსაკვეთებელი. საბჭოთა მოდელზე ჩვენ უცებ შევიწოდეთ ბოლონიელები თავისუფლებას არ სადიპლომატ იცით თავიდან მე ეს როგორც მეცი რა არის მაგრამ ბოლონია თავიდან არ მჟღავნდება როგორც არ შემოვიდა როგორც თავისუფლების მიმცემი იყო. ვითქვა აკადემიას გეუბნება. მაგალითად იმიტომ რომ თქვა ძალიან შეიზღუდა ფერწერის და ხატვის სწავლება არქიტექტურას. იმიტომ რომ ბოლონია მოითხოვდა მე თეორიის აკადემიას. ხო ეს არის ახსნა განმარტება. მე შენი დროზე ვარ. ჩემს იდა ეს რაოდენობა. ესე არის ნაკლები ისწავლება არქიტექტურას, აქვს თქო 3 ფერწერა და 3 ხატვა. იმის და ბევრი თეორია, იმიტომ რომ ეს მოითხოვა ბოლონიის პროცესში. არ მე ბოლონის პროცესი ამას არ ეთქვა და არც მე არ მოითხოვია ეს იგი. ის რაც მიყვარდა გავუჩერდი ტელეფონი რა. მე ამას შეზარდები ვამბობ, რომ თავისთავად ეს ისე არ იყო, რომ ბოლონიაში თავისუფლებას ბოლონია ამერიკელი რესტრიქციები შემოჭველი რაღაცა. მე როგორც აკვირდი, არ თქვენ როგორ ამბობთ. მეტყველების და კონცენტრაცია და შეკითხვა მაინტერესებს პასუხი. რექტორებისგან მაინტერესებს ამაზე პასუხი, იმიტომ რომ ეგ არის მე ზუსტად იმას გულისხმობ რასაც შენ ამბობ. მე მაინტერესებს რექტორები როგორ ხედავენ აი იმ იდეების ფორმალური თუ ინსტიტუციური თუ მენეჯმენტური თუ რაც გინდა დაარქვით, აი ამ ყველაფრის რეალიზების მექანიზმებზე რაღაცა რო თქვა, რა ვიცი, შეიძლება ცოტა ისეთი დაბნეული შეკითხვა მაგრამ კი ბატონო, მე ხედავ ისე რომ პირველ რიგში შეგვიძლია ასე თქვა, კეთილდება მქონდეს ჩვენ სასწავლებლებს ერთმანეთთან თანამშრომლობის, შევქმნათ გარემო, რომელიც გაუადვილებს ადამიანს, იქნება ეს თავისუფალი თქვა, აი პროექტი როგორც გვგზავნეთ, იქნება ეს ფორმალიზებული კონკრეტულ პროექტში ჩასული ეს გაწერილი თუ უბრალოდ რაღაც შემოქმედებით იწრე, ანუ თავი კეთილდება იყოს და უკვე იმის მიხედვით რა სახეს მიიღებს, შეიძლება თქვა მე ვფიქრობ ჩვენთან პროექტული მართვა ძალიან საინტერესო იქნება. თუ თქვა პროექტულად ვიგებთ, კონკრეტული პროექტის ფარგლებში შეგვიძლია ერთობლივ სასწავლო პროგრამაც მქონდეს, ერთობლივ თქვა ვორქშოპები მქონდეს, კონკრეტული სახე მიიღოს ამ თანამშრომლობამ იქნება ეს კრედიტების გარეშე. მე მგონი აქ რო კეთილდება არის მნიშვნელოვანი და ეს გარემო რომელსაც ეს თქვა წარმოადგენს ეს რაიმე ესეთი იურიდიულ პრობლემას რო ხედავ და კონკრეტულად როგორ გადანაწილდება ეს თქვა იქნება ეს კრედიტები, იქნება ეს თქვა ანაზღაურება ან როლი ეს ალბათ იმ კონკრეტულ პროექტში ეხება, რომელსაც ესე ერთობლივად გამოხორციელებს. მაგრამ გამიჩნდება რაიმე პრობლემას მე ვხედავ. გარდა იმისა, რომ კეთილდება მქონდეს ეს. ხელოვნების სპეციფიკა და ხელოვნების სასწავლებელი შეერთებები ამითი, რომ რაღაც ის დაგეგმა და მისი ზუსტად დასრულება უკვე ანტი ხელოვნების სპეციფიკა. ამიტომ თელი ძალისხმევა დაგეგმვის დროს უნდა მიმართული იყოს იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტად მიუახლოვდეთ იმ შედეგს, მაგრამ თუ ეს კონტრაპროდუქტიული აღმოჩნდა ეს გზა, იმ წუთში შეიძლება ეს გზა და სხვა მხრიდან შემოვლის მექანიზმები ამოშენდეს. ჩემი სილაბუსები სატიციფიკურია, ყოველდღე არაპროფესიონალურ ვაკეთებ სილაბუსებს. სწორედ მიდოვებს ძალიან ბევრი მას გასაძრომ გამოსაძრომს
რომ უცბად დავეთესო იმ სიტუაციას, როცა ხედავ, რომ აი ამ რაღაცის ბოლომდე მიყონდეს დაჭირდება შეიძლება მთელი კურსი, ისე რომ ამ რაღაცებს ვერ მოხდეს. იმიტომ რომ ძალიან ერთის მხრივ, იმიტომ რომ ესე დავიწყე, როცა გამომცდელი ვიყავი ამ ეებში და მერეც დიდად არ ამით გივებია თავი, რომ ჩემი მეთოდიკა დამეხვეწა ამ საგნის იმოდებით დამეცა. იმიტომ რომ ხელოვნების სპეციფიკა ის ის რომ ყოველ შემთხვევაში ჩემს საგანში, სადაც მართლა ხატვასთან მართლა დაკვრას კი არ ვასწავლი, არამედ ვასწავლი რაღაც მასალასთან. მასალას ასევე ვირტუოზულად ფლობას, როგორც ინსტრუმენტის ფლობა, მაგრამ მაინც უფრო ისეთ დონეზე, როცა თეორიული არტახები ხელს არ მიშლის, ისე რომ მოტორული არტახები ხელს არ მიშლის, ელექტროაკუსტიკურ მუსიკაზე მოხდა ლაპარაკი. ან როცა იმპროვიზაციას ვასწავლი, არ აქვს მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში დავშორდები მთავარას. ფაქტია, რომ რაღაცის დაგეგმა შეიძლება მხოლოდ ნომინალურად, უბრალოდ არ უნდა შეგვეშინდეს იმისი, რომ შუა გზაზე ვნახოთ, რომ ეს დაგვიგეგმავს რაღაც ეს დაგვიგეგმავს. ხელოვნება ნაწარმოების მუშაობის დროს ჩემთვის ეს სრულიად ნორმალური ის არის ფაქტორი ჩემი მუშაობის და ასევე მგონია, რომ ბოლონის პროცესი იქნება თუ განათლების სამინისტრო ამის ნება უნდა დაუყოს. სანამ ყოფილო იმითი, რომ მის შეგრძნებაში რაღაც კვალიფიკაციას, რომელსაც ელოდა, ის ვერ მიიღებს ჩემთან მეცადინეობა, მანამდე მე მშვიდად ვარ. როგორც გისმეთოს კი, მაგრამ რა მოგვივიდა რაღაცა, იქ უკვე განგაში უნდა ავტეხო და რაღაცნაირად ჩემ თავს შეუძახო იქნება, თუ რაღაცა მეთოდი მომნახო, რომ ეს ამას მაინც დაეუფლოს და რაღაცა. მაგრამ როგორც წესი საკმარის სიღრმეში შედიოდა ჩემი აკაუნტების კურსების დროს ამის ილუზია რატომაც ყოველთვის მაქვს, რომ საკმარისად ღრმად შედგეს ბავშვებმა, ისე რომ მათი შედეგი პრინციპში მეც მაყოფილი ვარ ხოლმე და ამ მუსიკასთან მეტნაკლებად დაახლოებული მსმენელიც. და შეიძლება დადგეს დრო, როცა ეს უკვე ამან უკვე აღარ დამაგროს და სხვა კურსებს შეიძლება სხვანაირად მოვთხოვო, მაგრამ ამ სიტუაციაში მე ჩემი აღმაფრენა სწორედ აი ამ ღიაობაშია და გაუთვალისწინებელი რაღაცების დაშვებაში. ვერ დავგეგმავ ესე ნაბიჯ შემთხვევით პროგრამას და მე არა, უბრალოდ დავგეგმავ სიამოვნებით აკეთებ კიდევაც, მაგრამ ვერასდროს ვერ გამოვეკიდები თუ დავინახე რომ სადმე რაღაც ხალი გაზდის რაღაცა. მე მგონი ბოლონის პროცესს ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ რეზულტატმა სტუდენტის მაყოფილება, რამდენად მაყოფილების სტუდენტი მიყვება. მაგალითად, მე არ ვიცი მანამდე თუ არა აკადემიაში პროექტებით არ კეთდებოდა, ხო, პროექტებით არ ისწავლებოდა რაღაცა. მაგრამ აი ხლა ოქტომბრიდან ჩვენ გვექნება პროექტი, როცა შვეიცარიელი არტისტი იკრიბავს ჯგუფს და იქნება ეს სტუდენტების ჯგუფი შეიკრიბა და უნდა გაკეთდეს რაღაცა სემინარი. მე ის მაგალითად მე როგორ მოვიდეთ, ხო არ ვიცი ხო, მე დავუძახე თქვა ჩვენს ხარისხიზმას ხარ, აი ამაზე უნდა მოვიდოთ როგორმე და როგორმე ამ ჩემო სტუდენტმა უნდა მიიღოს ამაში კრედიტი. ეს როგორღაც იცი რა არის, ამიტომ შემოქმედებით და კრეატიულობა ამ შემთხვევაში ჩვენ ხარისხის სამსახურმა უნდა, როდესაც არის საინტერესო პროექტი, როდესაც სტუდენტს აინტერესებს, მე არ მინდა სტუდენტმა ამაში კრედიტი არ მიიღოს. ამიტომ მაქსიმალურად ჩვენ ვეცდებით იმას, მე პირადად ამაში ვარ დაინტერესებული, რომ ის ჩვენი აკადემიის ვიცარ, რომ აი ესე წავიდეს. ამიტომ ეს არის საინტერესო, რომ სემინარული სისტემა ამიტომ აინტერესებს თან, რომ ეს არ უნდა იყოს ეს ინტერაქცია უნდა გაძლიერდეს. არ უნდა იყოს 1 საათი თუ შენ კითხულობ ლექციას, ხო 1 საათი სტუდენტი უნდა ერთვებოდეს. ანუ იმისი ნაზრები, იმისი ნამუშევარი უნდა ჩანდეს და ესეთი ფორმა უნდა ქონდეს. რადგანაც მე მგონი განსაკუთრებით ორივე გან, ესე როგორც თეორიული, ესე პრაქტიკული მაშიც და მხატვრებთან ალბათ ძალიან საინტერესო იქნება ეს სახელოსნოების და სტუდიური სისტემის შემოტანა. რომელსაც ალბათ ვეცდებით და უცად შემოდიოდა. ყველასთან არა, მას დამსახურებით ჩავა. ეს მინდა იმუშავების და ამერიკაზრდელობას აღნიშნო, რომ ამ ლებაზეა ძალიან ბევრი დამოკიდებული და ეს ვფიქრობ, რომ ოპტიმისტურად უყურებთ ამ ყველაფერს და ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ეს ახალი რაღაც ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება სადღაც ბოლონიაში უკათვალისწინებით, მაგრამ ასრულებოდა რეალურად ასიმილაცია თუ ადაპტაცია განიცადოს და რეალობას დაემთხოს. კიდევ თუ არის კითხვა ისე შეიძლება სამივესთან აქვს ესეთი კითხვა, ერთობა თეორიული
თეორია ყველა გიმნეული. რომ დააწყოთ შეიძლება. თეორიული საკითხები. აი რა პრობლემას ხედავთ, როგორ ისწავლება ეს თეორიული საკითხი, თუ გაქვთ ამაზე ნახეთი, რა შეიძლება შეიცვალოს. საუბარი არის იმაზე, რომ თქვენ ალბათ ყველა ფიქრობთ აი რაღაცა ახალი კონცეფციის შექმნაზე, საერთოდ უნდა განვითარდეს სახელმწიფო სასწავლებელი რა, თითოეული თქვენგანი ალბათ. და აი ამ მიმართულებაში რაღაცა ამოწმებოთ უნდა შეიცვალოს თეორიაში. ახლა მე შემიძლია თქვა მხატვრებთან დაკავშირებით რა პრობლემაა, ძალიან სერიოზული პრობლემა. აი თუნდაც იგივე მედიაციისა და მერე წარდგენის საკითხთან დაკავშირებით. მას ძალიან უჭირთ ვერბალური აზროვნება. შეიძლება გააკეთო ბევრი რაღაცა, მაგრამ ის რომ ეკითხები შემდგომ რა გააკეთე, ვერაფერს ვერ ამბობს. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენთან. შეიძლება ნუ ცალკე კიდე რაღაც ნაციონალურ ნიშნებსაც დავაბრალოთ და კიდე სხვა თემებსაც, მაგრამ ნუ პრობლემა არის ეს. ამასთან ძალიან ბევრი რაღაცა ერევა სტუდენტებს. ნუ მაგალითად იცით როგორია, მე მქონდა ესეთი შემთხვევა, როდესაც დავალება მივეცი, წაიკითხეთ ერთი ტექსტი, არაფერი ისეთი არაჩვეულებრივი იყო ამ ტექსტში, ეს კუდროისის უკვდავის სხეულები. და მქონდა შემდეგ სრულიად ისეთი წარმომადგენელი ესეთი შემდეგ ლექციაზე რომ მივედი, ნუ გაუგებარი რეაქცია. ერთ-ერთმა სტუდენტმა მაგალითად მითხრა, რომ იცი მე ცოტა დამნაშავედ ვგრძნობ თავს ამ ტექსტთან დაკავშირებით, იმის გამო რომ უნდა მეკითხე ჩემი მოძღვრისთვის, ეს წავიკითხო თუ არ წავიკითხო. ნუ მოკლედ ესეთი თემა, ესეთი შემთხვევაც იყო და არის ესეთი რამე. აი როდესაც პირველ კურსზე მე ვფიქრობ რაღაცა ესეთი ზოგადი საკითხები დაარსებობდეს, როდესაც სტუდენტი ასე თუ ისე გაიაზრებს, რას ნიშნავს აკადემიური სწავლება და აკადემიური ინსტიტუცია და მას არ აერევა ეს რელიგიურ ინსტიტუციაში. ნუ სამხატვრო აკადემიაში სხვა შემთხვევებიც იყო, სადაც აი რელიგიურ მოდელზე მაგალითად ვანდალიზმის სახლის ესეთი თემები. აი ეს აკადემიური სწავლების თვითონ რაობა რომ რაღაცნაირად გაიგო პირველ კურსზე, რაღაცა ისინი ჭირდება ზოგადი საგანეცი, თუნდაც საწყისების სოციოლოგიაში, თუნდაც საწყისების ზოგად აზროვნებაში. აი ამ მიმართულებაში ნაგაზებთ, რომ შემდეგ თქვა იგივე ხელოვნების თეორია რომ მე ისწავლონ, ის რომ ნუ რაღაც მომზადდა, რომ შეიძლება ეს სკოლიდან უნდა მოდიოდეს, რაღაც უკვე მზად უნდა იყოს, მაგრამ ნუ ჩვენ არ აქვს ესეთი რეალობა სამწუხაროდ. ანუ ზოგად საკითხებში დაგეთანხმებით, თუმცა კონკრეტულად იქნება ეს თქვა აზროვნება თუ იქნება კვლევის მეთოდები თუ აკადემიური ლიტერატურა სახით რა თქმა უნდა ისე და ისე ალბათ გამოგვიყვება და ამის მოხერხებას. მაგრამ ალბათ მნიშვნელოვანია რომ არ იყოს განყენებული ეს პროგრამა, ანუ იყოს ჩართული თქვა ისე და ისე ინდუსტრიასთან მუშაობ, ისე და ისე საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში მუშაობ. კონტექსტუალურად გავეცოთ არა მარტო ადგილობრივი ნაშრომი, საერთაშორისო ნაშრომებსაც მოგებულები. ჩვენი ნაშრომებიც რომ გამარჯვებს უფრო მარტივად რომ შევძლოთ, ვიწოდეთ შეიძლება ტრენინგები ჩატარდეს, გავეცოთ რა სტანდარტები არსებობს და შეგვეძლოს ჩვენი ხმა უფრო გავაგონოთ, ჩვენი კვლევები გავუშვათ საერთაშორისო ჟურნალებში სამეცნიერო. ჩვენ ვიგრძნობთ ჩვენი ბიბლიოთეკა და რესურსები როგორც ძალიან დიდია. მე მიმართულება ჩვენ უნივერსიტეტში რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უკვე თანამშრომლობა ამ პროექტებით. ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს თანამშრომლობის არის როგორც რეგიონალურ დონეზე საერთაშორისო ძალიან ბევრი მექანიზმი არის და ვფიქრობ აქამდე ისე არ ვიყენებთ და ახლა გვაქვს შანსი რომ გამოვიყენოთ ძალიან აქტიური და არ იყოს ეს გარკვეული ნახმარი საბჭოთა კავშირის დროს რაღაც ალბათ ინტეგრირებული იყოს სამეცნიერო სისტემა საბჭოთა კავშირში გარკვეული მხრივ იყო ინტეგრირებული და ბოლო წლებში თითქოს ცოტა დავშევით და ალბათ კარგი იქნება მიმართულებით გავაგრძელოთ თუ მოახერხებთ თანამშრომლობას. ნებისმიერ პროექტში შეიძლება ეს. ჩვენ რა თქმა უნდა რესურსები როგორც ისე და ისე მრავალფეროვანია. Ირინა სწორით ლექციის ნახევარი მართლა ლექცია შეიძლება იყოს და მეორე ნახევარი დისკუსია უფრო სტუდენტების ან პირიქით ლექციაც არა სტუდენტების ჩაქვით და კითხვით და კიდევ ერთხელ კითხვით და რაღაც გარკვევით მაშინვე გარკვევით შეწყვეტილი აზრში. ეს მე არ მავნებს ხოლმე პირიქით წამიყვანს ხოლმე ისეთ თემებისკენ, რაც კარგია.
მაგრამ რო ჩამოვიდეთ მიწაზე და პროზაულ სიტუაციას რო დავაუბრუნდეთ კონსერვატორიაში ეს დღევანდელი სიტუაცია არის მხოლოდ გროტესკული. ხო, ჯერეთი მუსიკის უცხოეთ განვითარებაზე რამდენი საუბარი ვილაპარაკოთ, ეს უცხოეთი განვითარება მუსიკის ჩვენი ციხით არის შეწყვეტილი პრინციპში, ხო? ეს წინარგოლი, წინა საკონსერვატორო გოლი ფაქტობრივად არ არსებობს. ამიტომ თეორიის გამოცდას ვატარებ, ჩვენ იზოლებული ვართ, დავჯერდით იმისთან ელემენტარულ მიღწევებს ბავშვის თეორიულ მომზადებაში, ჯობია ეს გამოცდა საერთოდ არის. მეორე, ან პირიქით ჯობია რაღაცნაირად ისე მომზადოთ, უпростоრად ბავშვები არ ჩავჭრა თამაში, მაგრამ ის ჩაჭრილი ბავშვები, ჩაჭრილ ბავშვებს მაგალითად დავავალოთ, რომ პირველ კურსზე კიდევ რაღაც კურსი გაიაროთ და მერე მოახდინონ თავისი სტუდენტობის ლეგიტიმაცია, და ვინც კარგად მომზადებული ბავშვია, ის გაუშვათ და იმას დრო მივცეთ, რომ ისაც აინტერესებს და რაღაცები რაც შთააგონებს ისინი ისწავლოს. ეს მუსიკის თეორიასაც შეეხება. და ბავშვის აზროვნებას რაც შეეხება. ან ბავშვის შემძლეობას თავისი ემოციის ვერბალიზება მოახდინოს, ამაში ძალიან გვეჭვება. და მუსიკათმცოდნეობა, მუსიკის ისტორია, დავანებოთ თავი მუსიკის თეორიას, მუსიკის ისტორია ჩვენთან ისეთ კატასტროფულ მდგომარეობაშია, რომ ქართული სახელმძღვანელოები ჯერ ვერ აქვს. ქართული სახელმძღვანელოები შეიძლება იყოს კომპილაციები იმის სახელმძღვანელო რუსულის, ინგლისურის, გერმანულის და მთელი ამ ლიტერატურის კომპილაცია მიწოდებული სტუდენტისთვის, როგორც რაღაც ისა. სახელმძღვანელო რასაც ქვია, გადაშლის ჩაიხედავს და მერე იფიქრებს თვითონ რაღაცას. რუსული სახელმძღვანელო, რომელიც აქამდე საბჭოთა ინერციით აქამდე მოვიდა, ბავშვებისთვის ვერაფერი ხვითოა, იმიტომ რომ რუსული ბავშვებმა აღარ იციან. ინგლისური ლიტერატურა ჯერ მიუღწეველი თორემ ინტერნეტი გატენილია შესანიშნავი პატარ-პატარა კონტრიბუციები ყველა ნებისმიერ თემაზე მუსიკაში. ამიციც ვერ სარგებლობ. და ქართულად თარგმნილი როტშილდის ამხელა წიგნი ისეთ ცუდად არის თარგმნილი, რომ ქართული აზრი ბავშვებს არ ესმის და მე თვითონ ეს როტშილდი არის იმდენად მოძველებული, რომ ამაზე აგრესიით შეიძლება მართლა წიგნების წესში სულ დაიწყო. ამას ამისკენ არ მოუწოდებს სტუდენტებს, მაგრამ შეიძლება რომ ეს სიტუაცია დაგვის ხანდახან გაცოფების პირობებში. ამ სიტუაციაში სასწრაფო და საშუალო რა თქმა უნდა სახელმძღვანელო შეიქმნას და დაიწყოს, მაგრამ ჩვენ სიტუაციაში სახელმძღვანელო შექმნაზე უფრო საშუალო შეიძლება ის აღმოჩნდეს, რომ სტუდენტს რაც შეიძლება მეტი ველაპარაკოთ და სტუდენტი რაც შეიძლება მეტი ვალაპარაკოთ. ან ვაწეროთ რომელიმე ფორუმზე. და იყოს ეს კომპიუტერის და Facebook-ის ჟარგონი, ამ სტუდენტმა ისწავლოს თავისი აზრის გამოთქმა და ამის შეშლილს. და მერე უკვე მოთხოვოთ შეიძლება რაღაც ლიტერატურული დახვეწილება, მერე შეიძლება სხვა კურსებზე ან სულად შეიძლება არ მოეთხოვოს. იმიტომ რომ რა ვიცი, ჩემი ყველაზე საყვარელი წიგნი იყო თამაში ჭვავის ხანაში, როცა ჰოლდენ კოფილდი იმისთან ერთად ლაპარაკობდა, რომ მერე მომიდა ქართულ თარგმანს წავიკითხე. ჯერ მერე მომიდა ინგლისურად წაკითხა, რომ ცოდნა და ინგლისურად როგორ არის ეს. ხო და ეს ბავშვებს თავის ასაკში უნდა გქონდეთ თავისი ენა და ჩვენი აკადემიურობა უნდა იყოს აი ეს რაც სერგო ქობულაძის დაფასება შეიძლება ვისწავლოთ ჩვენი განსახილიდან სწორედ მაშინ როცა ჩვენ ნორმ ტრიალში უცხოდ გაგვიჩნდება ესეთი რაღაცნაირი სვეტები და პოძები, რომელსაც რაღაცა წერია ესეთი რაღაც წერია, როგორც სერგო ქობულაძე იქნება თუ ძველი ავტორები იქნება. ბახ. ალავე. ცირა არის თეორიული რეფორმა თქვა ასეთი თეორიული სამსწავლოს სიუჟეტი მოფიქრებული მქონდეს, მაგრამ პრობლემა ჩემი აზრით, ჩემს შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაში აკადემიაში არის, რომ შეიძლება ის მომენტი, მაგრამ არის თუ არა სპეციალისტი, ვინც ამას კარგად ასწავლის. ამიტომ შესაბამისად, ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს იმის მიხედვით, რომ მე მაგალითად არ ვიცნობ ისე კარგად, ჯერჯერობით ქართულ რეალობაში ვინ წერს და ვინ როგორ წერს და ვინ როგორ აზროვნებს. ამიტომ მე მინდა მანამ რაღაც ესეთ რაღაც რეფორმას და ესეთი სახე ეს ხალხი უნდა მოვიზიდოთ და გავიცნოთ რომ იქნებ როგორ კითხულობენ და რას წერენ და როგორ ასწავლენ შესაბამისად რა ინფორმაციას გადასცემთ რომ ისიც უნდა მოემზადოს ის რომ სოციოლოგია ისწავლოს და მოგიდეს და სტუდენტს რაღაც ინფორმაცია მიაწოდოს ისა და დამოუკიდებლად როგორც წერს ინფორმაცია მიჩვენია რომ იმ სერგო ქობულაძეს და ვიღაცაზე ილაპარაკო და წერონ თავიანთი ენით რაც ჩვენ როგორც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ პრობლემა აქვს პრინციპში
რომ ეს თავისუფალი ენის გამოხატვა და როგორ აზროვნო, როგორ წერენ. ეს არის მეორე მხრივ ის რომ მხატვარი ხანდახან ვერ ლაპარაკობს თავის ნამუშევრზე, ეს ძალიან ბუნებრივია, ეს ძალიან ხშირად ხდება და ეს რომ წყონდეს კარგად მასწავლებლის აკადემიური წერა და თავისი აზრის გამოხატვა ხშირად ვერ ამბობენ და ვერ ხსნიან თავის ნამუშევრს. მაგრამ კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რაც მსახიობ სტუდენტებს ამაში ვეხმაროთ ეთანხმები, იმიტომ რომ ჩვენთან ნათარგმნი ერთი და მოდის ცუდი ნათარგმნი უმრავლესობა, ჩვენთან არ არის თვითონ ქართულად დაწერილი რაღაცა სახელმწიფო. თუ სხვა ყველაფერში თავიდან ქართულად არ არის ქართული ხელოვნების ისტორია, არც ერთი ხელოვნების ისტორია არ არის. იცი რა არის, იცი რა, ეგ ცოტა შემოსატრიალებელი საკითხია, ხო? რომ ეს არ არის. იმიტომ რომ სტუდენტს ვასწავლოთ, ეს რაღაცა უნდა გაკეთდეს და ორგანიზებები ის მოეთხოვა უფრო პროფესორად, ვიდრე შექმნაში. ამიტომ ვიცი მანამ რეფორმა დავუკვირდა რაღაცას უფრო მე პირადად შესასწავლია და რაღაცას უფრო სხვანაირ ორგანიზებებში გაკეთდეს ჩვენში და ჯგუფი ჩამოყალიბდეს სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და არ შემიძლია უპირატესად დავტოვო სახელოსნოების თემა, იმიტომ რომ აკადემიის საბავშვო ჯგუფი და ადამიანები რომელიც შეგვიძლია დადასტუროს, მაგრამ რატომაც მხოლოდ ჭყალებში რამდენიმე რჩეულს აქვს სახელოსნო, ისიც ძალიან იშვიათ შემთხვევაში და რა კრიტერიუმებით ხდება დინარიების რამდენიმე რჩეული. ანუ მთლიანად აკადემიის რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად რაღაც ერთი-ორი ჯგუფი არსებობს, თუნდაც თავისუფალი სახელოსნო. ეს თვითონ სტუდენტებს არის ყველაზე მეტი. იმიტომ ყოველთვის რაც კი ვის უნდა მივარ, ზუსტად ეგ კითხვა. ყველა ვის უნდა მივარ. მე მაგას დავწერე ყოველთვის. მე ვთვლი რომ ხელოვანი არ არის ადამიანი, რომელმაც თავის პრეზენტაციონალურ მოქმედებს მხოლოდ და მასზე ნამუშევარი აქვს, მის პრეზენტაციას თავის ნამუშევარი აქვს და მე არ ვარ ის ხელოვანი, რომელიც ირბენს და იტყვის, რომ აი მე რაღაცას ვაკეთებ და მე შევმხედეთ და როგორ უნდა მოვიდა ეს სახელოსნოს მოპოვება იმის გარეშე, რომ ვიყვირო, რომ მე ვარ ხელოვანი და მე მომწია. არა, თქვენ რომ მესამეს. ეს სამწუხაროდ საერთოდ როგორც მოგეხსენებათ, სამი თვეა მე რაც ახალი მოსულობა. ყველაზე ცუდი მდგომარეობაში მე ყოველთვის ვამბობ, რომ არის საფუძველი და გაითვალისწინოთ მე ვარ პირველი არამხატვარი რექტორი. ასე რომ ის სპეციფიკა, ხო? მედია ხელოვნებაზე ვარ. და საერთოდ ან და მედია ხელოვნება ყველაზე გარემონებული საფუძველი იქნება. არა, მე იმას კი არ გეუბნები, მაგრამ თქვენ მაგალითად მე რექტორი ვარ, მიმართეთ თქვენს დეკანს. იმაზე რომ თქვენ გჭირდება თქვენი სახელოსნო. თან როგორც მესამე კურსი მარტო არ ვარ, მესამე კურსი ჯგუფად გჭირდება თქვენი სახელოსნო. ან მე რაღაც ეს შემოგვიდა სიტუაცია. არა, მე მოგწონს თქვენ სახელოსნოებზე თვითონ დასვით ტექსტი, იმიტომ რომ სახელოსნოები უნდა იყოს და მე მაინტერესებს როგორ უნდა მოგმართოთ, რომ ეს სახელოსნო თუნდაც ჩვენი ჯგუფი აირჩეს, ან ჩემი მეგობრების ჯგუფი აირჩეს, რომ სახელოსნო ჩვენ მოგვენიჭოს და არა სხვას. ან თქვენ თვითონ რომ რამდენიმე ყველას არ მიცნობთ სახელოსნოს თქვენ. სტუდიურ სისტემაზე სტუდიურ სისტემაზე ანუ იქნება ხო და ჩვენთან არ არის ეს სისტემა, ჩვენ კაბინეტში დავდივართ, ჩვენთან არის სახელოსნო სისტემა, რაც ეგ არის ვაიძულებს, რომ არის აღქმის ადგილი, არ გვაქვს ადგილი, სადაც ვიმუშაოთ და ჩვენ ნამუშევრებს გავაკეთებთ. დავდივართ სადაც. ეს არის უცით არის, ალბათ ეს თავი ისე რომ გითხრათ, ეს არის მედიის ფაკულტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, დავუწყოთ მაგიდან, იმიტომ რომ საფუძველი ითხოვს ყოველთვის, რომ იყოს თქვა ერთი აუდიტორია, სადაც იქნება ის იქნება მათი სახელოსნო. ჩვენ მაგალითად ამ ეტაპზე, რაც თქვენ ძალიან კარგად იცით აკადემიის უძრავი პროგრამის სატერიტორია, სადაც ვარ, ალბათ შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაგისტრებისთვის ეს სტუდიური სისტემა თავიდან შეიქმნას, იმიტომ რომ თქვენ მაგისტრებში ვართ, ხო, მაგისტრებისთვის ალბათ ამ ეტაპზე. მე დამოკიდებულია რა თქმა უნდა ფაკულტეტზე და მის დეკანზე, თუ როგორ განაწილებენ ამას, მაგრამ სურვილი რა თქმა უნდა იდეალურად ისე ყველაზე რეალობა ის იქნება, რომ მაგისტრებს მოგწავდნენ. შემდეგ უკვე მაგრამ რა თქმა უნდა კითხვაც მაგერთა თან ასეთიც მინდა თავს რა თავისუფალი სახელოსნო რაც იყო მეც ვიყავი სახელოსნოში და ეს ყოველდღიურად სტუდენტების ან მოწყობილებაზე ან მოკიდებული მათ ძალისხმევით გავაკეთე ყველაფერი იმუშავე ძალიან დიდი ხანი ეკონომიკური და ესეთი
მანამდეც ყოფილა მსგავსი ჯგუფები, რამდენიმე ეხლაც არის ეგეთი ჯგუფი აკადემიაში, შეიძლება ჩვენ ყოფილიყარ და ალბათ ყოველთვის იქნება, რომ ოფსაიდ ისეთი სტუდენტები, ვინც ცოტა მეცი ხოვენ აკადემიიდან ვიდრე არის, და ვიდრე აკადემია რამის თავაზობს მათ. ხო, ნუ ეს კომენტარი. იგივე მინდოდა მითხრა, რომ აი თქვენ სამივე ფიქრობთ, რომ აკადემიაში არიან კონსერვატორიის თეატრალური ისტორიული ისეთი თაგნები, რომელიც არ არის საჭირო საერთოდ იმისთვის. აი იგი არქიტექტურა და ნებისმიერი ისტორიული ესეთი საგანი და არ მოვიდნენ დავასახელოთ გეოდეზია, რომელიც არავის აკადემიაში არ ჭირდება. უმრავლესობა მოწყვეტს არ მე ვფიქრობ, რომ ეს ახალი ლექტორები ზუსტად რამდენიმე თვისების უკვე რომ საერთოდ გადასახედია მთელი სასწავლო პროცესი. ჩვენ ძველი შეცდომა. არა, გადანაშაულება არ ორიენტირებული არ არის არანაირი არავის გადანაშაულება. ფაქტი არის, ადამიანები ცოტა ხნის წინ მოვიდნენ ამ ნამდვილობებზე. თავისი ინტერესია, თავისი ამბიცია ჯამრთელდა, კარგი რომ ეს ყველაფერი იყოს ადეკვატურობაში მოყვანილი, დარწმუნებული ვარ ამაში. ეხლა მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ უკვე დიდი ხანი გაგვიგრძელდა ჩვენი საუბარი, ამ პასუხს მიიღებ დარწმუნებული ვარ მაგისთვის. არა, ნუ ხარა. უკვე გაგვიგრძელდება დიდხანს მაგას. ორი სიტყვით უბრალოდ ამ მიზანი ალბათ ის რომ იყოს მაქსიმალურად სტუდენტ ორიენტირებული პროცესი და მაქსიმალურად მრავალფეროვანი როგორც შიგნით, ასევე თქვა ინსტიტუციის გარეთაცნობების საშუალება არჩევს სტუდენტმა და თავისი ესე თქვა თვითონ შეადგენს მაქსიმალურად ამას შესაძლებელია. კონკრეტულ კურსებზე როგორც რადიოლოგია. მეგონი სანახავია რატომ არ არის რაღაც რატომ შეიძლება რაღაცა საჭირო არ იყოს. იმიტომ რომ არაფერში არ გამოგაგებოთ, იმიტომ რომ არც არ აინტერესებს. თუ ვინმე ფიქრობს რომ გეოდეზია რამეში გამოადგება არქიტექტურს, მაშინ ეს საგანი უნდა შესწავლოს. ვიდრე არ აინტერესებს, იმას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა რომ ეს საგანი არ ისწავლოს და სხვა საგანი ისწავლოს, რომლითაც შეიძლება თავისი გეოდეზიის არცოფლის ნაკლებობა შეივსოს და თავი კრედიტი მიიღოს სხვა რამეში. მაგრამ არსებობს კიდევ სავალდებულო არქიტექტურის საგნები, რომელთაგან თქვა ორიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიო. ესეთი საგნების და მოდულების რიცხვში სწორედ ის საგნები იქნება, რომელიც უნდა იცოდე, გაინტერესებს თუ არა. იმიტომ რომ შენი კვალიფიკაციის აუცილებელი რაღაც ბაზა უნდა გქონდეს, რომელიც შეიძლება შენ ცხოვრებას, შემოქმედების ცხოვრებას არ განაპირობებდეს, მაგრამ რომლის უცოდნელადაც არ იქნება სრულყოფილი პროფესიონალი. ჩვენ მაინც ჩემი კითხვის თვალსაჩინო არასდროს თქვენ თუ მიგაჩნიათ თუ არის სასწავლებელი საგნები, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ რომ არ არის ეს და უფრო ძველი სისტემიდან შემორჩენილი და ამიტომ ისე ვეუბნები. ჩემს სიტუაციაში ყველა საგანზე შემიძლია თქვა, რომ ის როგორც ახლა ისწავლება, გარკვეულ კორექციას საჭიროებს. მაგალითად, აღშფოთებული არიან მუსიკის ისტორიკოსები, რომ ვერ ჩაანდებენ 4-5 წლის მასწავლას, რომელსაც საქმე ასწავლებენ 20 წელიწადში. არც არავინ არ ეუბნება რომ ჩაანდებენ. უნდა მოხდეს ძალიან სერიოზული ადაპტაცია ყველა პროგრამის იმისთვის, რომ ბოლონის პროცესმა შვებით ამოისუნთქოს და შვებით ამოასუნთქოს მასწავლებელიც და მოსწავლეც. და ამ თვალსაზრისით მე ეს საგანი ეხლა ვოკალის პროფესორი რომ ამბობს, რა სჭირდებათ ჩემ ბავშვებს მუსიკის ისტორია ამდენი მართლა შეიძლება არ ჭირდებოდა, მაგრამ საერთოდ რო არ ჭირდებოდეს ეს ამას ვერავინ ვერ გაბედავს ამის თქმას, არ არსებობს ცხოვრებისეული არც ერთი რეალობა, რომელიც კი არა კომპოზიტორმა შეიძლება თქვას რა სჭირდება არქიტექტურის სწავლა. მე მგონი კომპოზიტორი ვინც დღეს ცხოვრობს და დღევანდელ დაზრუნდა პეიკი წავა და აკადემიაში შეიძლება არქიტექტურის მომენტი კურსი გაიაროს. იმიტომ რომ იცის რომ სცენაკისი არსებობს. მე უფრო ვინცაც ვფიქრობ რა საგნების გადახედვა კი არა, ჩემთვის უფრო საინტერესო რომ ერთი და იგივე სილაბუსით ესმის თავისთავად ვიღაცა ვინც ასწავლის საგანს იმის მოდიფიცირებას რო არ ახდენს.
ჩემი თქმა უფრო საინტერესოა, ვიდრე ის რომ რაღაცა საგანიწყო რო არ არის საჭირო. იმიტომ რომ თუნდაც რომ ყველა იცი რა სასწავლო პროცესის ვიღაცა დასწავლის, ხო, პროფესორი. იმიტომ არის საინტერესო, იმიტომ რომ ეს რა ცოცხალი ორგანიზმია ეს აკადემია თუ ან სასწავლებელი, ხო? ამიტომ შესაბამისად ეს მუდმივად ცვალებადია. იმიტომ რომ ჯერ ესეთი ბიზნესება თუ კვლევა ვითარდება, შენ ახალი რაღაცა უნდა ემატებოდეს ყოველთვის. ჩემთვის უფრო საინტერესოა ის კი არა რომ რაღაც შეიცვალოს ან რაღაც გავაუქმოთ რაღაცა საგანი. რამდენად ცვალებადია, რამდენად დღევანდელია, რამდენი რაღაც დაემატა. ანუ ის რომ გადმოწერილი სილაბუსი არ იყოს წლიდან წლამდე. მე ასე. მეც მინდა არადემოკრატიული რაღაცა თქვა რომ ჩემი აზრით თუ სტუდენტს აქვს იმდენი ვიჟენ ან ხედვა რომ დაუშვათ ის ამბობს რომ ეს საგანი მჭირდება და ეს არ მჭირდება მაშინ ის არ მჭირდება სწავლა. იმიტომ რომ ეს სწავლა ხო რაღაცა დრამატურგია, ხო რაღაც ეტაპებთან დაკავშირებული და კომპლექსური რაღაცაა, ხო? ანუ ამ შემთხვევაში მე ვიცი დავუშვათ ჩემი გამოცდილება 12 წელია მუშაობ და ვიცი რომ დავუშვათ არის ეს მომენტები რომ შეიძლება თქვა იკონოგრაფია და ჭაცაში შეიძლება დავუშვათ. ხო, იმიტომ რომ აი, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს რომ შენ ამ მომენტში რაღაც არ დაინტერესებს, ეს ნამდვილად არ არის საჭირო. არა, მე ვარ მკითხავს, რომ მე არ მაინტერესებს, რომ ძალიან ბევრს კითხე და უბრალოდ არქიტექტურებსა მითხრა რომ არ ჭირდება ეს. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, მე მგონი უნდა დავასრულო. ერთი კითხვა. სახელმწიფოებთან დაკავშირებით, სანამ სახელმწიფოები შეიქმნება, იქნებ ლექტორებმა რაღაც პატარა კონსპექტები გააკეთონ და რა მოგვაწოდეთ, იმიტომ რომ ძალიან რთულია ეს რუსული და ინგლისურიდან თარგმნა და მარტო თეორიულად რომ ველაპარაკებენ, ვერც ჩაწერას ვასწავლეთ, ვერაფერს და ძალიან რთულია. იქნებ დაევალოთ ლექტორებს, რომ ეს კონსპექტები მოგვაწოდონ. Olar მეორე სიტუაცია. არა, კი, ძალიან დიდი არის სიტუაცია. ამ შემთხვევაში მოგოც სტუდენტთან გავაკეთებ იკონები ჩვენ მე თეატრალში. გვაქვს ეს მოდელი სილაბუსი ძალიან პროფესიონალი. სტუდენტს ვიდა რომ ეს პედაგოგთან ურთიერთობაშია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე ყოველ შემთხვევაში მიწერია და ჩემ კოლეგებსაც უწერია, რომ სილაბუსში მითითებული ვარ გარდა იმისა, რომ სავალდებულო ლიტერატურა თუ არ არის ლიტერატურა ქართულად, უნდა იყოს ლიდერი მაინც გამზადებული ქართულად და ის მასალა, რომელსაც პედაგოგი არ აწერინებს, რომელზეც ვიწყება, უნდა იყოს ხარი კოპი, ჰარდკოპი, რასაც ვეძახეთ ამ ბიბლიოთეკაში, ან უნდა ლიქდებოდეს ხოლმე, რომ აქ მხოლოდ რექტორებს არა, პედაგოგებსაც უნდა. არა, ეგ არცulis იმას, რომ არ არის სახელმწიფო რა თქმა უნდა. ლიტერატურას ყველა პედაგოგიური გებს ეგ არ არის პრობლემა. მე მგონი მაგალითად რომ ეს კონსპექტების დაწერა, ჩემი მე ვასწავლე. მისის მაგრამ თქო ის რომ თქვა მოახერხოს და წაიკითხოს ტექსტი ბაკალავრო მას უნდა შეძლოს რა. ანუ ჩვენებს ამას მივიჩვევ და ამსწორედ პრობლემა ჩვენ განსხვავებით ის არის რომ დავეჭირეთ. ერთი პრობლემა ჩვენ განსხვავებით იყო რომ კონსპექტებს იწერდნენ, ამ კონსპექტებს იწერდნენ. გადმოწერა ხდებოდა მე თავიდან ერთმანეთს რომ ეს შეუძლებელია. უბრალოდ შეუძლებელი სახელმწიფოები არსებობს ლიქით დარგებში. მათ შორის ისინი